9 წლიანი პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე და 300,000 ლარიანი ჯარიმა თემურ ჯანაშიას. გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე ბადრი კოწრალმაზიშვილმა დღეს დილით გამოაცხადა, მანამდე კი განმარტა, რომ სხდომას ვერ გადადებდა ბრალდებულების გამოუცხადებლობის გამო, რადგან ამას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას გამოძება სახელმწიფოს კუთვნილი დაახლოებით 9 მილიონი ლარის ოდენობით თანხის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვას ედავებოდა. მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ეს საქმე 2014 წლის 13 აგვისტოს აღძრა. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებისა და ნათესავების მომსახურებაზე გაწეული ხარჯის სამსახური დოკუმენტაცია მე არ გულისხმობ მხოლოდ მეუღლესა და შვილებს, რომლებზედაც მილიონზე მეტი ლარია დახარჯული საქართველოს ბიუჯეტიდან, მაგრამ მე გულისხმობ ამ შემთხვევაში მაგალითად დედას, ბებიას, ბიძას და ასე შემდეგ, რომელთა მომსახურებაზე, მაგალითად, მათთვის ავიაბილეთების შეძენა, მათი სასტუმროს მომსახურება, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს დაუჭდა რამდენიმე 10,000 ლარი. მიხეილ სააკაშვილი ცნობილი ხნის დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე ნაწილის D ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის B ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით დასვენად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლის ვარით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნულითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოო მოსახდელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნულითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადი სათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან 2025 წლის 12 მარტიდან მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. თემურ ჯანაშიას ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის მეორე ნაწილის A და D ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის B ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველ ნაწილზე. თემურ ჯანაშია ცნობილი ხნის დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახე და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 300,000 ლარის ოდენობით. როგორც ვარაუდობდით, პოლიტიკური შეკვეთა გაფორმდა და შედგა და ეს არის ქართული ოცნების მესიჯი, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან მიხეილ სააკაშვილი დღის სინათლე არ უნდა ნახოს და ის უნდა იყოს პოლიტიკურ ტყვეობაში. დღეს ჩვენ ეს მოვისმინეთ და ეს არ არის პოლიტიკური შეფასება, იმიტომ რომ როცა ჩვენ სასამართლოს უსმენთ და მოყავს არგუმენტები თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლო საუბრობს საქმის მაქსიმუმ 10%-ზე და საქმის 90%-თან დაკავშირებით ჩვენ გამარტება არ მოგვისმენია. თემო ჯანაშიასთვის რაიმე ტიპის დანაშაულებრივი შეფასება, რაიმე ტიპის კვალიფიკაციის მიცემა ეს არის უკანონო გადაწყვეტილება. ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი სახსრები და ამ თანხების გამოყენება არ მომხდარა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. არამედ პირიქით აღნიშნული თანხა 9 მილიონი ლარი ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრების და მისი გარემოცვის კომფორტს და ფუფუნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. რაც შეეხება ჯგუფურობის მოხსნას და ბრალდებულ თემურ ჯანაშიას ქმედების გადაკვალიფიცირებას, აღნიშნულ ნაწილში ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას.